როგორ შეხვდნენ ბანკები ამ გამოწვევას და მათთვის რა იცვლება? კარგი კუთხითაც და შეიძლება ცუდი კუთხითაც არის. მადლობა. მოწვევისათვის მოგესალმებით. თემა ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ამაზე კონსულტაციები მიდიოდა, ჩვენს გქონდა შეხვედრები, ახლა ზუსტად დეტალებში თუ როგორ ჩამოყალიბდებოდა ეს და მთავრობა ამას როგორ მიაწვდიდა მოსახლეობას, ნუ ჩვენთვის არ იყო ცნობილი, მაგრამ მინდა ახლა გითხრათ და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ეს ტელევიზიით გავიგეთ, აი ის რაც ახლა გამოცხადდა ზუსტად აი იმ დეტალებში, მაგრამ იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის, რომ სახელმწიფო ახლა ამ პირობებში წავიდოდა ესეთ სოციალურ პროექტზე, მოდით ესე დავარქვათ ამას, ვინაიდან რთული არის ძალიან, იმიტომ რომ ეს ვალდებულება სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე, ბევრ ქვეყანაში ჩატარდა ეს და ამ ბანკების კისერზე გადაიარა. აი ზუსტად ეგ მაინტერესებდა. რამდენად შეიძლება ბანკებმაც გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი? შეიძლება თუ არა? პასუხისმგებლობა ბუნებრივია, იმიტომ რომ სამაგო სექტორი სოციალურად პასუხისმგებელი ინსტიტუტები არიან და ბუნებრივი არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის თუ რა გარემოში ოპერირებთ და რა გარემოში უწევს მუშაობა სამაგო დაწესებულებას. ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეხლა იქ სადაც დაუშვათ სოციალურად დაძაბული ფონი არის, ძალიან რთული არის სამაგო დაწესებულების მუშაობა. თორმეტ ამას არ უმალავმე არსად, არსად არ უყვართ ბანკირები და მით უმეტეს თან ესეთ დაძაბულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ეგრეა ტრადიციულად ესე არის ჩამოყალიბებული და ამას ჩვენ შეგუებულები ვართ და ვიტანთ, მაგრამ საჭირო ხალხია და გაუსვათ ხაზიანებას ახსენებთ. და როდესაც სახელმწიფო ესეთ ნაბიჯს დგავს და მე ამას ეს არის სრულიად გამართლებული ის მათი მხრიდან რაც გააკეთეს მათ, მოდით ესე ვთქვათ, რომ ეს არის იმ ვალდებულებების ველის მოსუფთავება, საიდანაც შეიძლებოდა სერიოზული სოციალური ფონი გაუარესებულიყო, აფეთქებას არ ვიტყვი, მაგრამ ძალზედ გაუარესდებოდა. ეს არის დაახლოებით 33,000 მისესხებელი არის ჩვენი დათვლით და ნუ სადღაც 400 მილიონამდე არის. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ამის ზეწოლა იმ მომსახურების თავად თვითონ ამ თანხის, რომელიც ლარზე იქნებოდა ამ შემთხვევაში, ესეც მოხსნილი არის გარდა იმისა, რომ მე ახლა არ ვლაპარაკობ სოციალურ ფონზე და ის თუ რაც გააკეთა, მე ვლაპარაკობ ზოგადად გარემოს როგორ გამოუმჯობესებდა თავად თვითონ ეს სიტუაცია. და ამის მოხსნა ძალზე მნიშვნელოვანი არის, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მასშტაბებით არა, მაგრამ სერიოზული ნაბიჯი არის საფინანსო ბაზრის სტაბილიზაციისათვის. ეს ერთჯერადია თუ? ერთჯერადი არის ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ შეიძლება სახელმწიფო ამას მუდმივად ვერ გააკეთებს. ის 2015 წლიდან ბატონო ნიკამაც აღნიშნა, 2015 წლის მერე რაც იყო, თებერვლის თვიდან დაიწყო უკვე ლარმა რყევა, იმ სასწავლებლებს გაცნობიერებული ქონდა 15-ში, 16-ში თუ რა პასუხისმგებლობას იღებდნენ და ის რისკები, რომელიც მათ აიღეს აი იანვარში, აი 2016 წლის იანვარში რო აიღო ადამიანმა. არა, იმათ არ ეხება ეს. არა, იმათ ნამდვილად არ ეხება, მას ჰქონდა არჩევანი, ლარში აიღო თუ დოლარში. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. კურსიც მაგ დროს დაახლოებით 2 და დღევანდელი კურსი იყო პრაქტიკულად 2.40 სტაბილებში. და არ აგვიღნიშნე, არ გითქვია ეს, რა კურსით ხდება ეს გალარება. ანუ 20 პუნქტით ქვემოთ, 20 პუნქტით ქვემოთ. 2 და 3, ხო? 2 და 3. არა, 2 და 3 მოდით, შეიძლება იმ დროისათვის, როდესაც ბრძანება შევა ძალაში და ეს იქნება 2017 წლის იანვრიდან, შეიძლება მაშინ 2 და 4 იყოს, კურსი შეიძლება 2 და 55 იყოს. გასაგებია, ანუ 20 პუნქტით დაიწევს, ამ წუთას 2 და 5-დან. აი ეს მე კიდევ ერთი რამე დავუშვი. არის ესეთი სასწრაფო, რომელიც რეფინანსირება მოხდა, რომელიც ერთი ბანკიდან მეორეში გადავიდა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის ისტორია, როდის დაიწყო ამ სესხის, თუ ის 2015 წლის 1 იანვრამდე არის და რეფინანსირება 2016-ში მოხდა, ან 2015-ში, ეს ეხება ამ სესხებსაც. ანუ მე ეს მინდა რომ მოსახლეობა მიცოდეს. ბანკებს აქვს ვალდებულება იმისი, რომ მათ ეს შეატყობინონ, შეთავაზონ, შეიძლება ამ სასწრაფოებში აღმოჩნდეს ისეთების, რომელსაც შემოსავალი დოლარში აქვს. то ვალდებულება თუ რჩევნა რომ დოლარში ვალდებულება არ არის, ისე გინათ თუ არა უნდა გადაიყვანოს იმას. ანუ ეს ინდივიდუალური განხილვის საგანიც იქნება პრინციპში.